15 წლის ბიჭის გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები დააკავეს, მათ შორის 93 წელს დაბადებული ერაყის მოქალაქეცა. ინციდენტი თბილისში დღეს დილით ქართულ ერაყული ტურისტული სააგენტოს ოფისში მოხდა. რასყობიან მეზობლები და როგორ ჩაატარა პოლიციამ დაკავების ოპერაცია ნიკა მოლოდინაშვილის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი პირი 93 წელს დაბადებული ერაყის მოქალაქე დააკავეს. მასთან ერთად დაკავებული ასევე ერაყის ორი მოქალაქე, რომლებიც ასევე სექსუალურ ძალადობაში არიან ეჭვმიტანილები. შემთხვევა ზანდუკელის ქუჩის 2 ნომერში ქართულ ერაყული ტურისტული კომპანიის ოფისში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით 15 წლის არასრულწლოვანი ბიჭი ერაყის სამა მოქალაქე მოტყუებით შენობაში შეიყვანა და ძალის გამოყენებით მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. დილის 8 საათზე არასრულწლოვანმა შენობიდან თავის დაღწევა შეძლო და დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა. საშინელი სახე და საშინელის ის არ მოვალბა ჩემი თვალებიდან გაიხარა და ეს შემოფარებული ქონდა ეს. ისახოც შემოფარებული, ტიტული, შიშველი იყო ბავშვი, შევიფარე, რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი და იქიდან რა გითხრათ? ვიძია მიშველე მომზდევენო. შემთხვევის ადგილზე მალევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ადგილზე ჩატარდა ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამუშაოები. დაზარალებული არასრულწლოვანი კი დაკითხვაზე გადაიყვანეს. მოვიდა პოლიცია, გაეპარა ეს უცხოელი. საერთოდ მეზობლებს გვაწუხებენ. დილის 6 საათზე, 5 საათზე სვავენ ლუდს ეზოში და ხმაურობენ, ხვირიან, რაღაცა ჭხუბობენ თავის ენაზე. ნასვამები არიან და ვერ ამომიღია ხმა, რომ რო ჩავიდე, ახლა 5-6 კაცი არიან და არ ვიცი რას მოველოდო მაგათგან. მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ იქვე მდებარე ერაყული რესტორნის წარმომადგენლები, თუმცა ამბობენ, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. რაც მოხდა შემზარავი ფაქტია, ნამდვილად არ ვიცი, ვის შეიძლება ასეთი დანაშაული ჩაედინა, თუმცა გეტყვით, რომ ერაყში ასეთი დანაშაულისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიან. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ უმცირესობის უფლებების დარღვევის შიშით მათ ეზოში შეკრებილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხშირად ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ, შენიშვნასაც კი ვერ აძლევენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში არა უმცირესობის, არამედ მათი უფლებები ირღვევა. თავზე ხელაღებულები არიან, იცით რომ მოგვიწოდებია მათთვის ადგილობრივებს, რომ არ იქცევით სწორად და ესე გააკეთეთ და ესე მოაკეთებთ, იგივე დანაგვიანება, იგივე სხვადასხვა საკითხები არ გვიგდებენ. ყურს ესე მობილურ მომართულები, აი ესე გვეუბნიან, აბა ხელი დამარტყე, აბა ეს გააკეთე, პატრული, ანუ თავს ძალიან დაცულად გრძნობენ ჩემსავე ქვეყანაში, ვიდრე მე ვგრძნობ და მგონია რომ ძალიან უკონტროლოდ ხდება ამდენი უცხოელი შემოდინება და საერთოდ მე რითი კავდებიან მათი საქმიანობა, ამის ადგილობრივ მოსახლეობას გადააჭერბოს შემოსულმა ადამიანებმა. 15 წლის ბიჭის გაუპატიურების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 138 მუხლით აღიძრა, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.